გამარჯობა, ეს რეგალცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩემთვის ძალიან იდუმალი გაუგებრობითაა მოწვილი ყველაფერი ის, რაც ჩემგან ოდნავ მოშორებითაა. სრულიად არ მესმის ის, რაც ევროპაში ომთან დაკავშირებით ხდება. რუსეთი და უკრაინა ორივე მხარე ოფიციალურად ამბობს, რომ უნდათ მშვიდობა და რაღაცას ამ მიმართულებით ვითომ ფაცი ფუცობენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ რა პირობებს უყენებენ ერთმანეთს, ვხედავ არც პუტინს, არც ზელენსკის ომის რეალური დასრულება არ სურთ. ევროკავშირის ამ სისხლიანი აქციის ერთ-ერთი პროქსი მონაწილე, ისიც არც მალავს, რომ მშვიდობის მას ეშინია და ხელს აძლევს კონფლიქტის უსასრულობამდე გაგრძელება, რათა გამოფიტოს რუსეთი. რა მოუვა ამ დროს უკრაინას, ამაზე ევროკავშირი არ ფიქრობს. არ ფიქრობს იმიტომ, რომ არ ადარდებს. ამაში უკვე სრულიად დავრწმუნდი. სხვისი ჭირი, აობეს ჭირი. მოკლედ, ომის დასრულება ევროკავშირსაც არც სურს, თუმცა მას ამ ბოლო დროს ნაკლებად თუ ეკითხება ვინმე რამეს, იმიტომ რომ ევროკავშირი ყოფილა სუსტი, სამხედრო მიმართულებით 9 მილიარდიანი მოსახლეობის ევროკავშირი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. მართალია ევროკავშირი კი ცდილობს ლოყები ბეროს და საკუთარ მნიშვნელობაზე ილაპარაკოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ გამოსდის და ის ისევ ამერიკის იმედზეა. უამერიკოთ ევროკავშირისთვის მზე არ სუფევს ის კამარაზე. და აი აქ მაქვს მე მორიგი კითხვა. რატომაა რომ ევროკავშირი ამდენი წელი ამერიკის იმედზე იყო? ანუ ევროკავშირი იღვიძებდა, მუშაობდა, ისვენებდა, ერთობოდა და მის სიმშვიდეს კი, როგორც მას ეგონა, ამერიკა იცევდა. დარწმუნებული იყო, რამე თუ მოხდებოდა, ანუ მას თუ ვინმე აწყენინებდა, ამერიკა მის მოწინააღმდეგეს ცხელ და მომაკვდინებელ პასუხს გასცემდა. ვინმე აუცილებლად მიპასუხებს, რომ ევროკავშირი მთლიანად ნატოშია და ნატოს მეხუთე პუნქტი აძლევს მას იმის გარანტიას, რომ ვინც ნატოს ერთ ქვეყანას მაინც თავს დაესხმება, ამ დროს მთელი ნატო ამერიკის მეთაურობით ჩართავს მეხუთე პუნქტს და გაანადგურებს მოწინააღმდეგეს. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ შეიძლება ასე არც იყოს. ის მეხუთე პუნქტი საკმაოდ ეშმაკურადაა დაწერილი, თუმცა მოდი ამაზე ამ დარგის სპეციალისტებმა ილაპარაკონ და არა ჩემნაირმა აგრესიულმა მოყვარულებმა. საერთოდ კი არსებულმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჭეშმარიტება, რომ სხვის იმედად ყოფნა დიდი სისულელე ყოფილა. ის სხვა ხვალ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რა განწყობაზე იქნება, ამაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. 2008 წელს სააკაშვილმა დასავლეთის იმედით დაიწყო საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა. ხომ შენიშნეთ, რომ სიტყვა ომი არ მithქვამს, ხო და შედეგად რა მიიღო? შედეგად დასავლეთმა რუსეთის მიმართ დიდი აღშფოთება გამოხატა და ჩვენ კი სასმელი წყალი გამოგვიგზავნა. დიდი მადლობა დასავლეთს ამისთვის, იმ წყალმა შეაჩერა რუსი აგრესორი და მთელი საქართველო არ ააღებინა. უკრაინამაც დასავლეთს დაუჯერა და 22 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სადაც სამშვიდობო პირობები გაცილებით უფრო მომგებიანი იყო მისთვის, ვიდრე დღეს რუსეთი უყენებს, არ დათანხმდა. რატომ? დასავლეთმა უთხრა მიდი მოვდივარო. უნდა დღეს რა მდგომარეობაშია დასავლეთის იმედად დარჩენილი უკრაინა, კი ვხედავთ. რასაკვირველია, ამ ტრაგედიის თავი და თავი არის რუსეთი, აგრესორი ქვეყანა, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ასე მგონია, მეტი ტვინი უნდა დაატანო, რათა სიტუაცია დაალაგო და ალბათ ცოტა რაღაც დასთმო კიდეც, რათა მნიშვნელოვანი შეინარჩუნო. არ ვამბობ, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტება, მაგრამ რა ჭეშმარიტება? დღევანდელი ჩემი სიტყვის მთავარი აზრი ალბათ არის ის, რომ როგორც დავინახეთ, სხვის იმედზე, სხვა ქვეყნის იმედზე ყოფნა არის ცუდი იდეა. ერთადერთი შანსია თუ კი ის სხვა ქვეყანა თვითონ იქნება სასიცოცხლოდ დაინტერესებული, რომ დაგეხმაროს. თანაც ამის საშუალებაც უნდა ჰქონდეს. ხო და ასეთ შემთხვევაში ქმედითი დახმარების მცირეოდენი იმედი არსებობს. თუმცა სხვა ქვეყნის გამო არც ერთი ძლიერი სახელმწიფო
მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს. ძალიან სამწუხაროა, რომ 21 საუკუნის 30-იან წლებში, ანუ დღესაც აქტუალურია ჩვენს წელთაღ რიცხვამდე მეხუთე საუკუნის რომაელი სამხედრო ისტორიკოსის პუბლიუს ფლავიუს ვეგეციუს რეტანიუსის სიტყვები si vis pacem parabellum თუ მშვიდობა გინდა ემზადე ომისთვის. 25 საუკუნე გავიდა და არაფერი შეიცვალა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.